ვინ მიიღებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. არჩევნებამდე 7 თვე რჩება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია გირჩი გეგმავს. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ოპონენტების ამ პოზიციას ქართული ოცნება საბოტაჟად აფასებს. ცნობისთვის კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის გამიზნულად, რათა დღის წესრიგიდან გააქროს ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი. ცალსახად და გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მოუწევს ივანიშვილის რეჟიმს, რომ დანიშნოს და სხვა დანარჩენი და მათი აქცენტები თვითმმართველობის არჩევნებზე მიზანად ემსახურება იმას, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნან, მიუხედავად იმისა, რომ 100 დღის მანძილზე პროტესტის მთავარი მოთხოვნა არის სწორედ ეს. Ყველათ არჩევნებში თუ პოლიტიკური პარტია არსებობს, ის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, საერთოდ არჩევნები ჩატარდება, როგორ მივალთ აქამდე და ამიტომ ყველას უჭირს წინასწარ ამის თქმა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ. რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი არის პრაქტიკულად განულებული, ისინი უფრთხიან ყველა ისეთ შესაძლო არჩევნებს, სადაც მათი ეს დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება. ამიტომაც ერთი მხრივ თუ კი ისინი უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, ამისი ახსნა იქნება სწორედ ის რომ კიდევ ერთხელ ამით ისინი საზოგადოების და მსოფლიოს წინაშე დაანახებენ, თუ როგორ ურეიტინგოები არიან ისინი ჩვენს ქვეყანაში და მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ არანაირი მანდატი დობისა საზოგადოების მხრიდან და მეორე მხრივ არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ვითომ პრინციპული განცხადებები ძალიან ხშირად იცვლება უპრინციპო რადიკალების მხრიდან, იგივე პუფების თემას გაგახსენებთ მე თქვენ, სადაც ერთმანეთს პუფებს ეძახდნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტში შემოსვლაზე რადიკალები, ისე რომ არც ის არის გამორიცხული, რომ არჩევნების შესაბამის თარიღთან მიმართებით რიგით ადგეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რადიკალებისა, რომ დარეგისტრირდნენ საარჩევნო მარათონში.